პროპაგანდა გასაგებია და ვიცით რის ჩვენებას ცდილობს ამ ხელის ჩამორთმევით მათ უნდათ რომ ნიჰილიზმი გააძლიერონ და ბზარი შემოიტანონ ამ რწმენაში იციან რომ ამ კადრებით არავინ არ დაიჯერებს რომ გაირღვა იზოლაცია მაგრამ უნდათ რომ ადამიანებს აჩვენონ რომ ასე ნელ-ნელა და ეტაპობრივად ჩვენ ამას მოვახერხებთ როგორ აღიქვამთ თქვენ ამ საფრთხეს და რას ეტყოდით აუდიტორიას რომლის ნაწილსაც შესაძლოა გაუჩნდა ასეთი შიში დიახ, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და მივესალმები თქვენს მაყურებელს. რწმენას მე ვფიქრობ, რწმენის გაღვივებას ისინი ცდილობენ საკუთარ ელექტორატში, ვინაიდან ხა ჩვენ ფლანგში ასე ვთქვათ, ამ რწმენას ვერანაირად ვერ გაამყარებენ, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ ელექტორატისთვისაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რა სიტუაციაც არის ამ ქვეყანაში. ისინი მუდმივად ყოველი ნაბიჯის შემდეგ ფაქტობრივად ტყუილს ამბობენ, მე ვერ აკმაყოფილებ აი ამ დაპირებას, რომელსაც გასცემენ, მათ შორის ტრამპთან მიმართებაში, როდესაც 20 იანვრის მერე უნდა შეცვლილიყო სრულად დამოკიდებულება მათდამი, არა ქვეყნისადმი, არამედ მათდამი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და როგორც ლევონმა აღნიშნა, მათ უხარიათ ის, რომ ვიღაცა მხარზე, ვთქვათ, ხელს დაადებს, ან ერთხელ ხელს ჩამოართმევს და ამას ყიდიან როგორც რაღაც ლეგიტიმაციის პროცესს. და ფაქტობრივად ისინი მუდმივად ამყარებენ აი ჟარგონულად რომ ვთქვათ, გადამგდებლის სტატუსს, იმიტომ რომ სულ აი ამ ტყუილში ცხოვრობენ. საბოლოო ჯამში ვერც ერთ კრიტერიუმს ისინი ვერ აკმაყოფილებენ და ვერც ერთ დაპირებას ვერ ასრულებენ, მათ შორის იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც მათივე ელექტორატში არსებობს და რომ დაუბრუნდეთ ისევ აი უკანასკნელი დღეების მანძილზე აქტუალურ თემას, ნარკო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით და აი პრობლემასთან დაკავშირებით, კვლევებს ატარებენ მუდმივად, იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა აწუხებს მათ ელექტორატს, მაგრამ საპირისპიროს აკეთებენ და ამის შესახებ 2025 წელს საგერსახდებმა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკვანძო ლოკაციად არის საქართველო აღიარებული როგორც ნარკოდილერებისთვის კარგი ხელმოსათბობი, ასე ვთქვათ, ლოკაცია და 2024 წელს ბულგარეთში ჩავიდა, ასე ვთქვათ, 400 კილოგრამზე მეტი ჰეროინი. ისე ყირგიზეთიდან ბათუმის გავლით ჩავიდა ბულგარეთში და საბოლოო ჯამში ეს ადამიანები ორგანიზატორებს ვერ იჭერენ. თურმე ორგანიზატორებს ვერ იჭერენ, ეს იმ პირობებში, როდესაც სუსმა იცის ჩვენი თითეული ნაბიჯი, ჩვენი კომუნიკაცია, ადამიანები ვის ვეკონტაქტებით, რას ვაკეთებთ, როგორ გადავადგილდებით და საერთოდ ესეთი მაქსიმალურ კონტროლზე არის აყვანილი ამ საზოგადოების ძალიან ბევრი წევრი და ამ დროს გვეუბნებიან, რომ ისინი დარდობენ ახალგაზრდებზე, დარდობენ ნარკოდამოკიდებულებაზე, რომელიც ამ ქვეყანაშია და მე იმ ახალგაზრდებს, რომლებიც წარმოადგენენ ამ ქვეყნის ნათელ მომავალს, ჩვენს ქუჩებში ფიზიკურად უსწორდებიან. უსწორდებიან ისე, რომ სიცოცხლისთვის საშიშ ტრამვებს აყენებენ და მე ამ ყველაფერს ტოვებენ ყურადღების მიღმა. კანონი, რომელიც ასევე მაღალი ალბათობით გამოყენებული იქნება პოლიტიკური და შერჩევითი სამართლით, რომ ქუჩიდან შეუძლიათ ადამიანები წაიყვანონ ნარკოშემოწმებაზე. დიახ და ანუ ყოველ ჯერზე საპირისპიროს აკეთებენ. გამორიცხულია ხომ ეს რომ მათი გვერდისავლით ხდებოდეს, ან ვრცელდებოდეს თუნდაც აი ეს ფენტანილის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ისეთი ტემპით და რაოდენობით ჩვენ საზოგადოებაში, აქ უკვე დილერობაზე და ვთქვა ტრანზიტზე არ არის საუბარი, ჩვენ საზოგადოებაში ვრცელდებოდეს და გარდა იმისა, რომ ფიზიკურად უსწორდებიან, პარალელურად კიდევ ნარკოტიკით კლავენ, ხომ ასეა? აი სტატისტიკაში ჩაწინა ბლოგში მეტი ვისაუბრეთ და მაგის გამო სტატისტიკას ვნახულობდით, რომ ემზადებოდით, ინდივიდებს ასე იჭერენ, მაგრამ ორგანიზატორებს ვითომ ან ვერ იჭერენ, მათ შორის საკუთარი არაკომპეტენტურობის გამო. შესაბამისად, ყველა ამ მოვლენებიდან გამომდინარე რუსული ოცნება, არა ქართული ოცნება, გარდა იმისა, რომ არის ანტიდასალური, ის არის უკვე ანტიქართული, იმიტომ რომ ყველანაირი მორალური ღირებულება, ან ზოგადად ღირებულებები, რომელიც ჩვენს ერთს გააჩნდა, ქართველ კაცს გააჩნდა და ადამიანს გააჩნდა, მათ აბსოლუტურად უგულებელყეს და წაბილწეს. ქალის პატივისცემა იქნება ეს თუ დედის, რომელზეც ჩვენ ვიზრდებოდით, მათ შორის საბჭოთა კავშირის დროსაც კი დედის კულტი იყო დედის კულტი და ქალებს, რომლებიც ქუჩაში დღეს საკუთარი შვილების, საკუთარი მომავლის კეთილდღეობისთვის იბრძვიან, სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, ორსულს უვარდებიან დილის 6 საათზე. აგინებენ და როდესაც ისინი საკადრის პასუხს იღებენ, ხო? 7 წლით უშვებენ ახლა ციხეში და ეს ხდება თან სამართალ, ეგრეთ წოდებული სამართალ დამცავების მხრიდან. უგულებელყოფენ და აკნინებენ გმირს, როგორც
როგორც გმირს. ანუ აბსოლუტურად ყველანაირი მორალური ზღვარი მათ გადალახული აქვს და რანაირ სეგმენტში ან რანაირ საზოგადოებაშიც არ უნდა მოხდეს ამის განხილვა, ქალის შეურაცხყოფა ქართველისთვის ყოველთვის პრობლემა იყო და ეს არის არამხოლოდ ანტიდასავლური, არამედ ანტიქართულის მათი ქმედებები და მე ვფიქრობ ეს მესიჯი აუცილებლად მივა და მიდის უკვე მათ ელექტორატამდეც კი. პოლიტიკურ კალენდარზე წინ კი არის თვითმმართველობის არჩევნები, მაგრამ ცალკე ეს რეპრესიული კალენდარიც არსებობს, სადაც გირაოს გადაუხდელობის გამო შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნათ პოლიტიკურ ლიდერებს უბრალოდ ვახსენოთ ესეც ირაკლი ოქრუაშვილი დაიჭირეს და პირველ რიგში აუცილებლად პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღინიშნოს პროტესტის თანმიმდევრულობა, სწორხაზოვნება, რომელიც არის ერთის მხრივ საზოგადოებაში, რაც უკვე ითქვა აქ და მეორეს მხრივ არის პოლიტიკურ სპექტრში პროდასავლურ გამარჯვებულ პარტიებში მათ შორის და იმ მოთამაშეებში, რომლებიც პოლიტიკურ ველზე არიან პროდასავლურ პარტიებს გულისხმობ და ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც გაკეთდა და საბოლოო ჯამში გარკვეული ერთობა გამოიძერწა ამ ნაწილში, რამაც განაპირობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების პასუხი, ასე ვთქვათ, ხისტი პასუხი, რომელიც დღემდე გრძელდება და ამას აქვს ძალიან კარგი ეფექტი ამ პროცესებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა და ასეც უნდა გაგრძელდეს. ჩვენ კოალიციას რაც შეეხება, განაცხადა უკვე კარგახანია, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც განვაცხადეთ, რომ ამ არჩევნებში, რომელსაც ქვია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს არის ჩვენი აზრით კრიმინალური არჩევნები, რომელიც იქნება, რა თქმა უნდა, უპირობოდ გაყალბებული არჩევნები. ეს ფაქტია, რომ წინასწარ დაანონსებულია, ფაქტობრივად ხელის გულზე გვიდევს, რომ კრიმინალური არჩევნებია, ამაში ჩვენი კოალიცია მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ეს არის აი ამ ლეგიტიმაციის არ მინიჭების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და ბერკეტი. დაწყებული, გაყალბებული არჩევნების პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ უარს ვიტყოდით მანდატებზე და ვართ ამ ნაწილში თანმიმდევრულები, უარს ვიტყოდით დაფინანსებაზე, შემდგომ უკვე უარი თქვეს ჩვენმა ლიდერებმა ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობის მიღებაზე და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. შემდგომ უკვე შემდეგი ეტაპი არის ლეგიტიმაციის მინიჭება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გზით, რაც ფაქტობრივად არის ერთადერთი გზა, რითაც შეიძლება დღევანდელმა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია მიინიჭოს იმ საზოგადოების თვალში დასავლეთში, სადაც ის ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, მოიპოვოს აი ეს ეგრეთ წოდებული რაღაცა მანდატი მისი სოფლიო პოლიტიკაში, ხო? და პოლიტიკური კრიზისი არ არის და აღმოფხვრა. შესაბამისად, ძალიან ბუნებრივია და ლოგიკურია და საერთოდ მე არ მესმის, რატომ არის ეს განხილვის საგანი რომელიმე პროდასავლური ძალისთვის, რომელიც დღეს იბრძვის ერთი მიზნისკენ, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია დღეს, რომ როგორღაც ჩამოიშალოს ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. ამის ნათელი მაგალითი ასევე არის შიდა პროცესები, რომელიც იქ მიდის, უნდობლობა, რომელიც საკუთარი გუნდის წევრებისადმი აქვს და ეს რყევა განპირობებული არის აი ამ კომპლექსური ზეწოლით, რომელიც არის როგორც შიდა პოლიტიკური პროცესებით განპირობებული, ასევე გარე პოლიტიკური აქტორებით, ასე ვთქვათ და ჩვენი რაღაც დიპლომატიური თუ პოლიტიკური თანამშრომლობით ჩვენს პროდასავლელ პარტნიორებთან. რაც შეეხება ჩვენი ლიდერების აი ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე დაბარების საკითხს უკვე აღვნიშნა, რომ ამაში მონაწილეობა არ მიიღეს სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ლეგიტიმაცია არ მიენიჭებინათ. 22 რიცხვში არის ზურაგის ჯაფარიძის პროცესი, სადაც ვიხილავთ ალბათ მორიგ აბსურდის თეატრს, რომელიც საქალაქო სასამართლოს კედლებშია და აქვე მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ მე ვფიქრობ ეს პროტესტის ერთ-ერთ კერად უნდა იქცეს, იმიტომ რომ აგრესია, რომელიც ამ კედლებში ან იმ ეზოში ან ეგრეთ წოდებული სამართალდამცავების რაოდენობა, რომელიც იქ არის მობილიზებული, ფაქტია, რომ არის რეაგირება საზოგადოების აქტიურობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს იმ კედლებში. კარგი აზრია, რომ არაპირებენ გადახდას თქვენი აზრით. იცით რა არის, მე როგორც ამ გუნდის წევს არანაირი სურვილი არ მაქვს იმის, რომ ჩემი კოალიციის ეს არის არამელია და ჯაფარიძე, რომელიმე მათგანი და მით უმეტეს სამივე იყოს გისოსებს მიღმა, მაგრამ ეს არის მათი გადაწყვეტილება სწორედ იმ გამოწვევებიდან გადაწყვეტა, რომ არ იხდეს გამომდინარე, დიახ, იმ გამოწვევიდან გამომდინარე, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და ამ ყველაფრის ფონზე კრიმინალურ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის აბსურდული და აბსოლუტურად მიუღებელი. იმიტომ რომ აი რა შედეგი დადგება ამით, რომ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ თქვათ, აი თქვენი პარტიის სამი ლიდერი, ქართული პოლიტიკის სამი გამორჩეული სახე, იმის გამო რომ გირაოს არ იხდის
შევაციხეში. ანუ ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ლიდერები გარეთ, შრომის ორგანიზებისათვის, კამპანიების დაგეგმვისათვის, ბევრი რაღაცისთვის და ნუ ციხეში მეორე ხრი რაც უფრო მეტი იქნება ესეთი ადამიანების რაოდენობა, მით უფრო გაუჭირდება აი ამის პარალელურად სრული ესკალაცია. რა თქმა უნდა და ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მკაფიო და მძაფრი კონსტატაცია იმ პოლიტიკური კრიზისის, რომელიც ქვეყანაშია და ცდილობები, რომელიც ახლა კობახიძეს ან კობახიძესებრთ აქვთ რუსული ოცნების სპექტრში, ასე ვთქვათ, დასავლეთთან მიმართებაში იქნება უკვე აბსოლუტურად არაფრის მომცემი.